დამტკიცდა კიდევაც და ალბათ თქვენს დამითანხმებით, რომ თანამედროვე სამყაროს წარმოქმნა ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე შეუძლებელიც კია. ის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო, იქნება ეს ჯანდაცვა, ფინანსები თუ განათლება. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. კომპანია OpenAI-ის ინფორმაციით მსოფლიო მასშტაბით ChatGPT-ს ყოველკვირეულად 400 მილიონამდე ადამიანი მოიხმართ. ChatGPT-ს ასეთმა პოპულარობამ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერების ყურადღება მიიპყრო. მათ გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ როგორ ზემოქმედებს ხელოვნური ინტელექტის ხშირი გამოყენება ტვინსა და მეხსიერებაზე. კვლევაში მონაწილეობა 18-დან 39 წლამდე ასაკის კურსდამთავრებულმა მიიღო. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათ რამდენიმე ესე უნდა დაეწერათ, რომლებიც საკმაოდ რთულ საკითხებს შეეხებოდა. ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერდა: რამდენად შესაძლებელია სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბება ან საერთოდ სასურველია თუ არა. მკვლევრებმა მონაწილეები 3 ჯგუფად დაყვეს, ეს არის ძალიან საინტერესო. პირველს წერის პროცესში ChatGPT-ს, ხოლო მეორეს Google-ის საძიებო სისტემის გამოყენების უფლება მისცეს, რაც შეეხება მესამე ჯგუფს, მათ სრულიად დამოუკიდებლად უნდა ემუშავათ. სანამ მოხალისეები ესეებს წერდნენ, მეცნიერები მათი ტვინის აქტივობას სპეციალური სკანერით აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტი 4 ეტაპად მიმდინარეობდა და რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ბოლო შეხვედრის დროს მეცნიერებმა მონაწილეებს დავალებები შეუცვალეს, მათ ვინც ChatGPT-ს იყენებდა, წერა დამოუკიდებლად უნდა გაეგრძელებინა, ხოლო დამოუკიდებლად მომუშავე ჯგუფს ChatGPT-ზე წვდომის უფლება მისცეს. როგორი იყო შედეგები, ზურა, თუ შეიძლება გაგვაცანო? შედეგების გაანალიზების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გონებრივი დავალებების მუდმივად ხელოვნური ინტელექტისთვის გადაბარებამ შესაძლოა ჩვენს ტვინზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს. მკვლევარების თქმით, ChatGPT-ს დახმარებით ესეების წერა ტვინის ნერვულ აქტივობასა და მის სიცოცხლის უნარიანობას ამცირებს. თურმე კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გარეშე მომუშავე ჯგუფის შემთხვევაში ტვინის აქტივობა ყველაზე ძლიერი იყო, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დროს კი ის 55%-ით მცირდებოდა. საძიებო სისტემის ჯგუფმა ჩართულობის ზომიერი შუალედური დონე აჩვენა. მეცნიერების თქმით, ხელოვნურ ინტელექტზე მინდობილ ადამიანებს არ შეეძლოთ ინფორმაციის გახსენება ან ციტატების მოყვანა იმ ესეებიდან, რომლებიც სულ რამდენიმე წუთის წინ დაწერეს. თითქოს ინფორმაცია მათ ტვინში მხოლოდ ზედაპირულად აღწევდა. ასევე, როდესაც კვლევაში მონაწილე ერთ-ერთ ჯგუფს დავალების შესრულება ხელოვნური ინტელექტის გარეშე დაავალეს, მათ დამოუკიდებლად წერა ძალიან გაუჭირდათ და მეცნიერებმა მონაწილეთა მიერ შექმნილი ნაშრომები ინგლისური ენის მასწავლებლებს შეაფასებინეს. საბოლოოდ, მათი თქმით, ChatGPT-ის მიერ დაწერილი ესეები ტექნიკურად გამართული, თუმცა შინაარსისგან იყო დაცლილი აბსოლუტურად და როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალგაზრდებმა უახლესი ტექნიკური მიღწევების ათვისება უნდა განაგრძონ, თუმცა ეს პროცესი დაბალანსებულად და ფრთხილად უნდა წარიმართოს. მათი თქმით, გონება ხელოვნურ ინტელექტზე სრულად დამოკიდებული არ უნდა გახდეს, რათა კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარი შენარჩუნდეს. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ChatGPT ხელოვნური ინტელექტის მქონე chatbot-ია. მომხმარებლებს შეუძლიათ ბოტს ნებისმიერი შინაარსის შეკითხვა დაუსვან, სთხოვონ ტექსტის დაწერა, მისცენ სხვადასხვა დავალება და ასე შემდეგ. პასუხების გასაცემად ChatGPT ინტერნეტიდან ამოკრეფილ ინფორმაციას იყენებს, აგენერირებს აი მთელ ინფორმაციას, რაც არის მოთავსებული ინტერნეტ სამყაროში და აი ესე წარმოგიდგენს შენს smartphone-ში ან კომპიუტერში. მოკლედ, აბსოლუტურად ვეთანხმები მეცნიერების დასკვნებს, პრინციპში ამას დიდი კვლევები არც სჭირდებოდა. გასაგები ფაქტორია ის, რომ თუ ადამიანმა ტვინი გააზარმაცა, მოდი გამოვიყენებ ამ ტერმინს და ყველაფერი მიანდო ChatGPT-ს, მაშინ ჩვენც გავზარმაცდებით საბოლოო ჯამში. და როგორც იყო ნათქვამი, ვერ იმახსოვრებდნენ, ხო? იმ ციტატებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ როგორც კუნდს სჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში, რომ იყოს გავარჯიშებული, ტვინს კიდევ უფრო მეტად სჭირდება, ასევე ჭირდება ტვინს. შეუძლია ChatGPT ასევე, პრინციპში ცუდი ეს ნამდვილად არ არის ის, რაც შეგვეძლო აქამდე მოგვეძია მთელი დღის განმავლობაში და სხვადასხვა საიტებზე გადაგვამოწმებინა, მე შეგვემოწმებინა აი ამ საიტის სანდოობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე ერთ პატარა მოწყობილობაში არის უკვე მთლიანად და დრო გვაქვს ნამდვილად შემცირებული ამ ყველაფრის საშუალებით. მოკლედ